კიდე მძიმე ლუქსი. მოდით გადავხედოთ, ეს არის Yan 1, ესეც არის BYD. აი ეს არის Yan 1 U7. ნახეთ. ეს უკვე ის კატეგორია არის, რომელიც $100,000 ზევით არის. ეს ის არის კატეგორია, იგივე BYD, მაგრამ Yan 1 ხაზი. ეს ის არის, რომელიც დაცურავს. ზუსტად ეგენი, აი ესენი არიან. მაგრამ რა ვიცი, მაგნაირი მანქანა არ მგონია, რომ უნდა იცურაოს. მაგნაირი მანქანა უნდა ალბათ იბლატაოს და რა იცურაოს, მაგრამ ალბათ ეგ არის ზუსტად ის იმის ნახევარი ფასი, რაც ედება მაგ მანქანას, სადღაცა $160,000 ღირს და ალბათ იმის ნახევარი ზუსტად ეს ტექნოლოგია არის, რომ დაცურავს. მაგრამ იმის დაცურაობის მერე კიდე უნდა წაიყვანო სერვისში, რომ გაასუფთავო ის რაღაცეები ტრუბები, ანუ ისე მარტივადაც არ არის ეს ყველაფერი. მაგრამ ეს არის ახალი ტექნოლოგიები, მაგას ჩვენ არ გავექცევით, შეხედეთ თავისთავად. ყველაფერი ძალიან მაგარია, ხარისხი. ძალიან სერიოზულია. ხარისხი, ძალიან დონე ხარისხია. ძალიან სერიოზული, ძალიან უმაღლესი ხარისხი, არ ვიცი რა ვთქვა, ეხლა იგივე ის მანქანა არის, რაც ვერ იტყვი ვერაფერს, რომ რამე არა აქან ესეთი რამე. ნახეთ. და თავისთავად ხო, აგე როგორ დაცურავს, ნახეთ. ნახეთ. დაცურავს. წავიდა, გაცურდა, არ ვიცი, რამდენად ეს ფუნქცია არის საჭირო. და ეს თავისთავად Yan 1 U9. ეს თუ დაგინახეთ, რომელიც შეიძლება ახტეს. აი ბუგაროკებზე ან ზოგადად შეიძლება მუსიკა ჩაურთო და ესე ცეკვავს და დახტის. მანქანა. ეს ფუნქციაც არ ვიცი, რისთვის არის, მაგრამ ეს არის განვითარება, გარდაუვალია ავტომობილები ჩინეთიდანაც, გარდაუვალია და ზოგადად სიკეთეც გარდაუვალია. ასე რომ განვითარდეთ ყველა. კიდე დავითარდეთ და შენიერი. ავტომობილები ჩინეთიდან თუ და გაინტერესებს ყველანაირი და კაი პირობები ჩემთან არის დროებით.